რუსთავი 2 წარმოგიდგენთ იღბლიან ბორბალს. მივესალმოთ თქვენს სამყაროს. ჯუნგლებში დაკარგული ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი ვანიკო თარხნიშვილი. გამარჯობა, მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ მოგზანდით ჩვენთან, ესე იგი, როგორც შეხედეთ, ჩვენი იღბლიანი ბორბალი თავის წამყვანებიანად დაიკარგა ჯუნგლებში და ეს რაღაცა საზაფხულო სიტუაცია გვაქვს აქ და ვართ ვიმხიარულებთ, გვეყოლება საინტერესო სტუმრები, განსხვავებული სტუმრები. ეხა ისღა დამრჩენია რომ მოუძებნო ჯუნგლების დედოფალი შორენა ბეგაშვილი. სათხარ შორენა. ვანიკო მესმის. მან ხარ? კი, აქ ვარ. რა მაგარია, ჩანჩქერთან ხარ. ჩანჩქერთან მომარჯვებული მათრახით, ცხოველები რო დავაფრთხო. ესე იგი, ჩვენ დავიკარგეთ ჯუნგლებში. ჩვენთან ერთად დაიკარგა იღბლიანი ბორბალი და მოგვიწევს აქ ჩვენ იღბლიანი ბორბლის ჩატარება. მე მგონი არ მოვიწყენთ, იცი? რა თქმა უნდა ვერ მოვიწყენთ, აქ ძალიან კარგი სიტუაცია იქნება მაშასე შორენა. ჩვენ ვიწყებთ იღბლიან ბორბალს. ამჟამად გამოვაცხადოთ პირველი სამეულის დროა, წამოდი. არ დაგვიგამდეს, აქ ცოტა საშიშია. და მინდა გითხრათ რომ ჩვენი გენერალური სპონსორია მეტრომარტი, ნომერ 1 ტექნიკის ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში, რომელიც ზრუნავს თქვენს კომფორტულ დასვენებაზე და მთელი აგვისტოს განმავლობაში გთავაზობ ფასდაკლების აქციას სამოგზაურო ტექნიკაზე, ასე რომ იმოგზაურეთ მეტრომარტის ტექნიკით. ხოლო ის ვინც ვერ გადის ქალაქიდან და სულს გრილად გაატაროს წაფული, მეტრომარტის თავაზობს უფასო მონტაჟ კონდიციონერებისა, ხოლო კონდიციონერების ფასი არის 27 ლარიდან თვეში. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე 2005555. მეტრომარტი, ყველა ბრენდი მეტრომარტში. ერთი მეტრომარტის კონდიციონერი აქაც ხარ დაგვეყენებინა ვანიკო. მე მგონი შეგვიძლია ამ აქციაში ჩავერთოთ, ჩვენ უბრალოდ გასაგრძელებელი გვაქვს ჩვენ შოუ. მაშინ მოვიწვიოთ ვანიკო ჩვენი პირველი სამეული. რა თქმა უნდა, აბა ჯუნგლებში თუ შეიძლება პირველი სამეული. ლიკა ელიკაშვილი თბილისში. თბილისიდან პირდაპირ ჯუნგლებში ეს არაჩვეულებრივი ულამაზესი გოგო მომწადე, გამარჯობა. გამარჯობა. რა ხდება კაცო, რა? დაიბნა ვანიკო, დაიბნა დარბაზი. შორენა. მობილიზაცია. ლუცა სუჯაშვილი თბილისი. მაკედანაც შეგიძლიათ პირდაპირ მოხვიდეთ, კი ბატონო მომწადეთ. ესამე ბიჭი უნდა იყოს წესით. აბა, გიორგი შაკაია თბილისი. ნახოთ რა აბა როგორი ეფექტური ბიჭი შემო. არაჩვეულებრივი შორენა, შენს გაგიმართლა, გამარჯობა. დაიკავეთ თქვენი ადგილი, აქეთ ცოტა მეშინია, გახედავთ რომ და მეგობრებო, გავიცნოთ ლიკამ ძალამაზი ხო? მადლობა, კარგად, შენ როგორ ხარ? რა, ისე ვარ. ამ საღამოს რა საკეთებ? ამ საღამოს აქ ვარ ჩვენ ახლა გადაცემა. ვანიკო, ამჩაც დააფრინდეთ. აი, ჰაერში ვარ და არ დაგავიწყოს გადაცემა, ვანიკო. და გადაცემა, მე რა გადაცემა იყო შორინა, აი გადაცემა მარიცის ქალი და კაცი. კაი, ცოლის რო ყავს, ეგეც არ დაგავიწყოს. დავიცნოთ ლიკა გამარჯობა. გამარჯობა, ვანიკო. როგორ ბრძანდები? კარგად, შენ როგორ ხარ? აი, არა მიშავს რა ვიცი. აბა გაგვეცანი თუ შეიძლება კიდე აი რა საქმიანობთ, რა ჰობი გაქვთ, გარდა იმისა რომ მამაკაცებს ატყვევებთ. აი, მამაკაცების დატყვევა ყველაზე ცუდად გამომდის. რატო? სხვა რაღაცები უკეთესად გამომდის. ნასლაპარაკობ დატყვევებული დგავ რანაირად არ გამოგდი. ხო, რა ვიცი. ესე იგი სხვა რამეს უკეთესად ვაკეთებ. რა საკეთებს სხვა რამეს უკეთესად? ვანიკო, ცოლი ყავს გამოდი. მოვიწდება შორენა რა დროს ეს არის? სხვა რამეს უფრო კარგად აკეთებს. კარგი, აი, რა პროფესიის ხარ? პროფესიით ვარ ექიმი. ოპა, რის ექიმი ხარ? ენდოკრინოლოგი ვარ. ეგ მაგრამ რას სამწუხაროდ. ეგ რას ნიშნავს? ენდოკრინოლოგი არიცი? კი, ვიცი, მაგრამ ახლა ფასომასებისთვის. ენდოკრინოლოგი არის შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ექიმი და უფრო მარტივად რო თქვა, დიაბეტი, ჭიყვი, ჭარბიწონა, ხო. ჩიყლი. შენ ხო არ უჩივი რამეს? არაფერს არ უჩივი ჯერჯერობით. ნუ ატყვე, გრიპი გაქვს, უჩივის, კი, ჭარბწონას უჩივის ნამდვილად. ჭარბწონას უჩივი? სადავა გრიპი გოგა? შეისუნთქა, ხა შეისუნთქა. მუშაობთ თქვენი პროფესიით? ჩემ პროფესიით არ მუშაობ სამწუხაროდ, მაგრამ ისევ აქვს ძალიან მრავალმხრივი გამოცდილება სამუშაო. მოდელი ვარ ყოფილი. მოდელია ყოფილი.
ყოფილი რატო? ვიღებ ხოლმე ხანდახან ჩვენებებში მონაწილეობას ვიხსენებ წარსულს. ეს რა ერთგვარი ჰობია თქვენი? ჰობია კი. საინტერესო ცხოვრება მიყვარს თავგადასავლები. ერთი თავგადასავალი უკვე აქ ხდება? კი, უკვე ხდება. დავატრიალოთ მაშინ ბორბალი და ვნახოთ ერთი რა იღბალი გაქვს რა. ნახოთ, სილამაზესთან და აღარც მოდელობასთან. ვახსოვარ ამ როგორ ბიჭს. არ მახსოვარ ყოფილვარ. შორენა შემხედე? აი აქ არის ჩემი გული. ხო. ეს გული არის ნახევრად გაყოფილი. ერთი ნაწილი გიკავია შენ. ერთი ეს კვადრატი. კაი, მაშინ ხანდახან გამომხედე მაინც ხოლმე რომ ხო და იმ დავიჯერო. კვადრატის დროს გიყურებ ახლა რა ვქნა მეტი. კაი. ეს ქალები და ეჭვიანობა აღარ შემიძლია. აი. დავატრიალოთ. დავატრიალე. ასე. მე მანამდე შეგახსენებთ რომ ჩვენ გვაქვს კარგი სექტორი, ეს არის მინი კრედიტი, რომლის მოსვლის შემთხვევაში თქვენ გადმოგეცემათ ფულადი პრიზი 100 ლარის ოდენობით. თუ გაინტერესებთ, როგორ შეიძლება ვიშოვოთ ფული ნებისმიერ დროს სახლიდან გაუსწრებთ 24 საათის განმავლობაში, შაბათ კვირასაც კი, მაშინ ეწვიეთ საის მინი კრედიტ.gy და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი დიზაინის ბარათი სახლიდან გაუსვლელად. აი ასე. ეს არაჩვეულებრივი სექტორი ცოტა ხანი შეთან იქნება. თქვენ გაქვთ 50 ქულა. თემა არის ამინდი. როგორი ამინდი იქნება ხვალ? ფრაზასამო? არა. მაშინ ასობგერავდები ხო თანხმოვანი. ჭიყვი და თანხმოვანი. არ გაიყვანზო გეხვეწებ. ბ? კი, ბ. ბანიკო. ბ გვაქვს შორენა ბანიკო, ბ გვაქვს. გაგახსენდი? ვუ არა გვაქვს. ბანიკო არ გვაქვს? არა, ვანიკო დღეს აღარ ყავს სამწუხაროდ. მოდი ცოტა ეჭვიანობ შორენა და ამიტომ ეს ასობგერა დისტანცია დაიცავი. არ ვაეჭვიანო. დედა, ეხლა შემდეგი თავგადასავალი მელის. აბა როგორ გძანდები? კარგად, შე როგორ ბრძანდები? მე ძალიან კარგად. ესე იგი თქვენ როგორც გავიგე ფოტომოდელი ხართ. ფოტომოდელი ვარ კი. იფ რა, კაი. ეგ ჰობი არ არის. ჰობი არ არის. და ჰობი რა გაქვს? ჰობი არა მაქვს, მაგრამ აი ესეთ თამაშები ძალიან მიყვარს და აზარტული აზარტული ვარ კი. რას თამაშობ ხოლმე? პოკერს, პოკერი რულეტკას, ვიცი? ვიცი კი, რულეტკაც ვიცი. და იგებთ ხოლმე შირად? ხან ვიგებ, ხან ვაგებ, რომ ძელია მოგება. იღბლიანი ხართ? მეგობრები ეუბნებიან რომ ხარო და მე არ ვიცი. მე არ ვიცი, მე მეგობრები მეუბნებიან იღბლიანი ხარო. მეგობრები არ გეუბნებიან რა ძალიან ლამაზი ხარ. მაგასაც მეუბნები. მოდი დავატრიალოთ და გავარკვიოთ შენი იღბლიანობის ამბავი, თუ ხარ მართლა იღბლიანი. აბა ნახო! შორენა, სულ მახსოვ ხარ ჩემს სიცოცხლეს. კი, ხედავ. აბა, ესეთ ლამაზ გოგო შეიძლება რა ეხა ბანკროტი გქონდეს? არა, პრიზი. პრიზზე ხო ვიცით ჩვენ ამავე პრიზს თუ ავირჩევთ, მაშინ დატოვებთ თამაშს, თუ არა და შეგვიძლია გავაგრძელოთ თამაში და ეს პრიზი გადაიქცევა 100 ქულად. დავგრძელოთ. დავაგრძელოთ, ესე იგი თქვენ შეიძლება მოიპოვოთ 100 ქულად. ასობგერად შეიძლება თანხმოვანი. თანხმოვანი. შუ. შორენა, შ. შიც არ ამართლებს დღეს. ანუ შორენა და ვანიკო ამ ტურში არ არის დაფაზე. თქვენც ვერ გაგიცანით. შორენა, ნახე რა არაჩვეულებრივი ბიჭია. გაგვიცანი თუ შეიძლება. მე ვარ გიორგი შაკაია თბილისიდან. მუშაობ მოლაშქრეთა მოლაშქრეთა ეროვნულ ფედერაციაში. აი, მოლაშქრეთა. ლაშქრობა. კარავები და რაღაცა. არაბი კოცონები და აუ რა მაგარი. ჩემი ანუ ჰობიც, ცხოვრების წესიც, რავი, საქმიანობა, პროფესიაც არის მოგზაურობა, ლაშქრობა, ბუნება, სიარული, ბოდიალი, ტყე და ასე შემდეგ. და ბოდიალში ჩვენ ჯუნგლებში მოხდით შემოვბოდიალდით თქვენთან. ძალიან კარგი. აზარტული თუ ხარ ბოდიალში. მეტნაკლებად. მეტნაკლებად. იღბლიანი? ძალიან. მართლა? ძალიან იღბლიანი. იღბლიანი ადამიანი ვიპოვეთ, შორენა. შემამოს. და ძალიან სიმპათიური ვანიკო და სიმპათიური ვანიკო? არა, ვანიკო არა კაცო. გიორგი. სიმპათიური გიორგი. ესე იგი ბოდიალში ვარ დაკარგულებში. და შორენა. მორჩი პრანჭეობას რომ დავიწყოთ? კი. და ისე გააგზავნით მე თქვენ პრანჭეობა, ხო? ჩვენ აქეთ გავარძელეთ. რა იყო შენ შეჭვიანო? არა. არა? არა, რას ლაპარაკობ? გიორგი, მაშინ შეგიძლია დაატრიალო. გიორგი. აბა დავატრიალე. თემა არის ამინდი. ვუ აღარ თქვა გიორგი, ვუ თქვეს. არც შევტვა. ბანკროტი ვახოლდება. შორენა შეს იღბლიან გიორგის. აი. არა უშავს, დასაკარგი არაფერი არ გაქვს, სამაგერად კიდე დაუბრუნდებით ჩვენ. ეგ ვანიკომ გააკეთა ეჭვი. ლიკა დავატრიალოთ თუ შეიძლება. და ყველაფერს მეთანხმებით რა, კაია. ჯერჯერობი? კი. ზედმეტებში არ უნდა გადახვიდე. ისევ 50 ქულა, ლიკა. ეს 50-ს ვერ ავწევ. მერე და მერე იქნება, თავიდან ჭირთორი. მერე მიდის ლიცინი. კარგი. აბა ასობგერად თანხმოვანი. ასობგერად თანხმოვანი. ვ და შ არა. ვ და შ არა. ესე იგი, ს.
ესე იგი S. კი. ესე იგი S შორენა. S არის შორენა ფეხზე წამოდგა. არის ასეთი ასობგერა. ორია? კი. ძალიან კარგი. ესე იგი 100 ქულა გაქვს ლიკა. დატრიალების უფლებაც გაქვს ლიკა. არა, იქნება მორჩე ცოტა. ცოტა ხანი და დაგიბრუნდი. ავერთე რა გოგოი ზოლაპარაკე მანდილოსნები არიან რა პორტი. შეხარ დედოფალი ჯუნგლების შორის. ოპა! 25 ქულის მოპოვე, მთელი 25 ქულა შეგიძლია მოიპოვო. თან შეგიძლია ხმოვანი შეიზინო 50 ქულად. აი ხა ეს მათემატიკა შენ დათვალე. ლიკა. და მათემატიკაში კარგი არ ვარ, მაგრამ მაინც მინდა რომ ხმოვანი შევიძინო. კი ბატონო, აბა მიდი. შენაც კიდევ დაბრუნდი ისე. ხმოვანი შევიძინო შევხედავ გოგოებს საერთოდ. და იყოს A. უნდა იყოს ერთი სადღაც. არის ერთი A. ესე იგი 50 ქულა შეიძინეთ. ერთი ხმოვანი და ეხლა გვაქვს ჩვენ 75 ქულა. დავატრიალოთ. 75 ქულა ძალიან კარგი ქულა. უცი. ოღონდ შენადება. 50 ქულას ვერ გასწავლა. ვერ გავცე, უნდა გადმოსვლა 200-ისკენ და არა. 200-ისკენ, 50 ქულა. შენ დამთავრე. ასობ გერა? კიდე რა ვიყიდო არ შეიძლება. როგორც გინდა 75 გაქვს. ერთი ხმოვანი კიდევ შეიძლება. ყიდულობ ხმოვანს აბა მიდი. ის. I. ორი კი არის. ორი. არის. ნახევარ რაღაცები გამოიწვია. რაღაცები კი გახსნა მე მგონი. მთელი 125 ქულა გაქვს. ლიკა დავატრიალოთ თუ დავასახელოთ. თემა არის ამინდი. დავატრიალე. დავატრიალ, დავაი. ვიყავ ვიღებია, მომის ვატრიალე, ხმოვნები 50 ქულა. რა არის ეს არ მოხდი? თუ არ მოიწინე უცებ. გიორგი არ შენ მოიწინო, გიორგი. გიორგი გამირთე რა. შენთან ვარ. აბა ეხა, აბა. აი, უბრალოდ სლა გადავიდა, მეტი არა. უბრალოდ სლა გადავიდა 125 ქულა დაგსა და ნუცი. დავატრიალოთ. დავატრიალოთ. ვანიკო არის ბედნიერი. ძალიან ბედნიერი. ვანიკო გაიფურჩე. ძალიან ბედნიერი. აი ეს ჩემი სტუდია და როცა გინდათ მოგცა. რა ვიცი, რამეში გაგჭირდე? აი ბოლბას ვერ ვაჩერებ რა. აი დირა აი ბანკროტი მოგდის რა ვქნა. გიორგი, გიორგი. დამიტრიალე ერთი რა. ისე დავატრიალე ხო აი როგორც გამიხარდება. შეზღუდო არ გათარაფებში. ოღონდ ბანკროტი არ მომდის ოღონდ ბანკროტი არ მომდის. არაო გითხრეს, არაო გაცდი აბა სხვასაც დიდი აბა შეიძლება პარიკა. როგორ? მე ვამაყობ შენ. ოპა, ბრაზაიცი. ამინდია რა. ვატრიალე. რამდენი ქულა მოგვივიდა? 50, ხო? 50. 50 ქულა გაქვს გიორგი. შეგიძლია უკვე დაასახელო. გოგოებო, რამე ხვალდიდა? რამე ზდა. კოქტეილი უნდა შევიდა. ჩაო, და მე ზულა. მე ვაიმე, ბანკროტი გიახავდება გიორგი. ვაიმე გიორგი. 0 ქულა გიორგი. შენაკეთებ ხო? აი, მე სადადებ, აბა სადა? მე არაფერი ტორმუზი არ მაქვს აქ. ლიკა. დავატრიალოთ. ვატრიალე. მე სიტრია. მოდი ერთად ვატრიალო. შენ კარგად ტრიალებ, აი, დავიო. კარგად ტრიალო. აბა ნუ ცარაგო ტრიალოს. მერტო, დიდი მადლობა. აბალიკას ისე არა. 50 ქულა. საკრალურია ჩემთვის. ხო, აი პატარ-პატარ ზღვაწვეთობი დაივსო თუ დაიცალოთ რა, მაგ პრინციპით შეიძლება შენ კარგი ქულები დააგროვო ფინალში. აბა გისმენ? Z. 50 ქულა შენია, 175 ქულა გვაქვს. ფრაზა იცი? ანუ პირველ სიტყვით ფრაზა. ნუ მაშინ დაატრიალე. პირველ სიტყვას როგორ მიხდი, კაცო, როგორ გამიგდი? შენ გუჩმისანი ხო არ ხარ? მიზი ჟირი. როგორ გააგზავნა? დავატრიალო? დავატრიალო. დავატრიალოთ, ნუც არ მოიწინო შენთან ვარ, ხო იცი? ვაიმე! 500 ქულა ლიკა? აი, ხუთები რაღაც კარგია, რა ნოლებს მიუმატებ და ეგარი. აბა შენ ხარ ასობგერები მიუმატე. ყიდულობ ხონს არ არის ეს ასობგერა. როგორ გამოიცანი? მზჟუარია. არის. მზე. 625 ქულა გვაქვს. ერთი სიტყვა ძალიან გამიკვირდა რომ გამოიცანი, მაგრამ გვახსნილი გვაქვს. რაღაც ძალიან რაღაცა იცი. თემა არის ამინდი, ეხლა შენ შეგიძლია დაასახელო მთელი ფრაზა და გახდე ფინალისტი და ეს კარგი ადამიანები დაჩაგრო და ბანკროტიც რო არსებობს ჩემო ოქარო.
ხო, მაგრამ აქ იმიტომ არა, უნდა ხო, მაგრამ გოგოს ისე უმართლებს, რომ აგროვებს რა ქულებს. მართალი ხა მე სრულ თავისუფლებას გაძლევ რა მედი და მე დავლიოთ შამპანიური კარგი. დავაი დავადრიალოთ დავაი. საქციელი დაკარგე, ხო? მე ვარ უსაქციელო კაცი ვაი მე ბანკროტი გვიახლოვდება ვაი მე ხო გითხარი არა, 100 ქულაა, კაცო, რატო ნერვიულია? შენ რავი ისტერიკაში ჩავარ გაცავ შენ. ჰექტარს ავკიდე აბა მიდი მოგაგებინე, ექტარს ავსკიდე. აუ არა ეს რა მეთქვი რა აუ გაფიცე თქვი რა გახოცა გაფიცე აი თიასოგია ჩემი ხაფრო თქვი აი შენ ხათრით ამინდი ხო მზე მზე ამდენ ნუ ფიქრობ იცოდე ჩამოგართმე დროს ეგრევე ასობგერა არ არის თ შორენა არა თ არ არის ნუცი შენი დროა მოვიდა ჩემი დრო. დავაი არა მე ხელი როგორ გო ცოტა ბედი. არა ავარია დავაგრავოთ თავარი? ოპა აი კაი 50 ქულის მოპოვების შანსი ქულები არ გვაქვს ხო ქულები არა. აბა მაშინ თანხმოვანი უნდა მითხრა აბა ს. ს ს არის გახსნილია უკვე? მზეც არ თქვა. მაშინ ტ შორენა არ არის. აუ არ არის გიორგი თქვენი ყველაზე დიდი მეტოქე ერთხელ არ დამატრიალები იმას ხარ ბანკროტზე. მე ვაფშე აი გავიწევი აბა ოპა არ გაჩერდე. აი ბანკროტი რომ მოგივიდეს ეხლა. არ გაჩერდე ბანკროტზე. არ გაჩერდი არ გაჩერდი აუ ბანკროტი არა. მე ბანკროტი მოდის შორ მე არაფერს მოშე არ ვარ აი. უსინდისობი არა. და 100 ქულა იგი როგორ ხო. ხო გაგიხარდეს გენასვალი ბანკროტი მიდება თორე რა უნდა. ჩემი რჩეულები არ შეგიძლია ფრაზა დაასახელო პირდაპირ? შემიძლია მაგრამ ძალიან ბანკოს იმდენი რჩეულები ყავს, რომ აი უკვე აღარ იცის რა ქნას. შეგიძლია ფინანსი დააგროვო მერე. შემიძლია ფინალში? არა უშავს აქ დავაგროვოთ. მოდი ერთხელაც გაჩერდე. მერე შეგიძლია დაგეგროვებინა. სამთხე მიდი ბორბალო გეხვეწე მიდი არ მიდი აი ასე შეგიძლია პრიზი 100 ქულაში გაცვალო და გააგრძელო თამაში. ხო, აბა რა? ხო, აბა რა. აბა შენ ხო არ დაგტოვებს ვერ გავიგე მიდი კაცო თქვი ხარუხეში რ იცის გიორგი ფრაზა გოგო ვერ ხვდებით რა ეხა ხვდები იგი დაატრიალე? არ ვიცი თვითონ. გიორგი შენი კონკურენტები ხვდებიან უკვე. თან ჩვენ ორნი ვართ, ესენი სამნი და ხო, ხედავ. მოდი ფინალში გადავა. რა უთანასწორო ბრძოლა. მოდი ფინალში გადავა. ზე პირს იბანს. ივან ჩემი პირველი ფინალისტია გიორგი. 200 ქული და დამიჩაგრა გოგოები გოგო ბოდიში ძალიან მეწინ. არა უშავს ესე იგი კიდევ კარგი რომ იღბლიან ბორბალს აქვს ესეთი არაჩვეულებრივი წესები რომ აქედან ნაწყენი არავინ არ წავიდეს გოგოებო ესე იგი თქვენ ორივეს გეძლევა ჩანსი რომ მოხდეთ ფინალში ამისათვის ჩვენ უნდა ვთხოვოთ ასევე უმშვენიერეს მარის ღმერთო მე გული მაქვს ცუდად შანსის 5 ჯუნგლებში მოდი გოგოებო აქ არის ორი კონვერტი ერთ-ერთი არის შანსი ის ვისაც ამოგივათ შანსი ითამაშებთ ბონუს ტურში გამარჯვებულია ჩვენი მესამე ფინალისტი მზად ვართ გოგონებო დავა შევარჩიოთ კონვერტი 1 2 3 გავხსენით კონვერტები აბა ვის გაუმართლებს შორს ოპა შანსი შენიერი ნიკა ელიკაშვილი არის ბონუს ტურის მონაწილე ნუც ძალიან გაგვეხარდა რომ დაგვატკბე ასეთი სილამაზით მობრძანდი ჩვენთან სამწუხაროდ უნდა დაგემშვიდობოთ მაგრამ ხელსარიელს არ გაგიშვებთ ხელგაშლილი ჯუნგლები ვარ ჩვენ არა შორენა ნამდვილად ვანიკა და პრიზები ჯუნგლებში აჰაჰაჰა დიდი მადლობა მარი
118.08 საჩუქრად გადმოგცემთ ერთვიან მომსახურების უფასო პაკეტს. 118.08-ზე დასარეკად არანაირი კოდი არ არის საჭირო, პირდაპირ შეგიძლიათ აკრიფოთ 118.08, როგორც ქალაქის ტელეფონიდან, ასევე მობილური ტელეფონებიდან. 118.08 ყველა პასუხი ერთ ნომერზე. კომპანია ონიმა, რომელიც აწარმოებს 30-მდე დასახელების ხორცს პროდუქტების ნაირ სახეობას გადმოგცემთ აი ამ ხორცს პროდუქტებს: ძეხვები, სოსისები, შაშხები. ონიმა, გემო შემოქმედება. მაგნად უნდა დაგასაჩუქრებთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციით. აქ არის მარილიანი და უმარილო ზესუმზირა, მოხალული თხილი, მიწის თხილი და ასევე კარტოფილის ჩიპსი, წიწაკით, ბეკონით, ყველით, კლასიკური ჩიპსი. მაგნად უნდა აკნატუნეთ და ისიამოვნეთ. ჯეოპასტი გადმოგცემთ საჩუქრად უმაღლესი ხარისხის პროდუქციას. აქ არის იტალიური ტექნოლოგიით წარმოებული მაკარონი ჯეოპასტი და პასტინო, საკვების სოდა, სოკოს შამპინიონი, გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული ჰერკულესი ჰერა, უმაღლესი ხარისხის ფქვილი ასლი და ეკოლოგიურად სუფთა დაკონსერვებული ხორცი, ეგრეთ წოდებული ტუშონი. ეს თქვენ ქაღალდის ხელსაწყობების წარმოებაში ერთ-ერთი აღიარებული ლიდერი სოფია ტრეიდინგ კომპანი ყველა მონაწილეს გადმოგცემთ საჩუქრად 3 ბრენდის ხელსაწყენს: თამო ეკონომს, ფლამინგო სტანდარტს და სოფია პრემიუმ კლას. შეიძინეთ უმაღლესი ხარისხის ნედლეული დამზადებული პროდუქცია, მიიღეთ სისუფთავე, ხარისხი და კომფორტი. სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო, რომელიც მდებარეობს ბარკედილში, მუხიანსა და ორთაჭალაში, ყველა მონაწილეს გადმოგცემთ ფასდაკლების ბარათს, რომელიც ფრესკოს ქსელში არსებულ ნებისმიერ პროდუქციაზე ვრცელდება. გამოიყენეთ ფრესკოს 5%-იანი ფასდაკლების ბარათი და შეიძინეთ ნებისმიერი პროდუქცია ყველაზე დაბალ ფასად საქართველოში. პირველი ჰოლანდიური მცენარეების სათბურის საქართველოში გრატოს სათბურები გამარჯვებულს გადასცემს სასაჩუქრე ბარათს ნებისმიერი მცენარე საჩუქრად. დიდი მადლობა გრატოს სათბურებს ჩვენი სტუდიის აი ამ ულამაზესი მცენარეებით მორთვისთვის. მოკლედ მეგობრებო, ეს საჩუქრები თქვენია. ნუცას ვემშვიდობებით მქუხარე აპლოდისმენტებით. ნუცა, გემშვიდობებით. ძალიან გვიჭირს შენთან დამშვიდობება. ლიგას შევხვდებით ბონუს ტურში, გიორგის ფინალში, ხოლო ჩვენ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. I'm the king of the swingers, oh, the jungle VIP. I've reached the top and had to stop, and that's what's bothering me. I want to be a man cub, and stroll right into town, and be just like the other men. I'm tired of walking around. Oh, I want to be like you. I want to walk like you, talk like you too. You say it's true, and if like me, can learn to be human too. აი, ასენ ხიარულად ბრუნდება რუსტავიორის ეთერში იღბლიანი ბორბალი. მე შეგახსენებ ჩვენი გენერალური სპონსორია მეტრო მარტი, ნომერ პირველი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში, რომელიც ბრუნავს თქვენს კომფორტულ დასვენებაზე. და მთელი აგვისტოს განმავლობაში თავაზობ ფასდაკლების აქცია სამოგზაურო ტექნიკაზე. ასე რომ იმოგზაურეთ მეტრო მარტის ტექნიკა. მეტრო მარტმა მოგვაგნო ჯუნგლებში, წარმოგიდგენია? და რაც თავარია, მათთვის ვინც ქალაქიდან ვერ გადის და სურს გრილად გაატაროს ზაფხული, მეტრო მარტი გთავაზობთ უფასო მონტაჟ კონდიციონერებისა. კონდიციონერები 27 ლარიდან. რა თქმა უნდა, უფრო დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე 20005555. მეტრო მარტი. ჩავიწერე. მეტრო მარტი, ყველა ბრენდი მეტრო მარტში. დავხნათ მეორე სამე გამოვაცხადოთ! და როგორც დაკვირდი შორენა, ეხლა ჩვენ სტუდიაში უნდა მოვიწვიოთ მეორე სამეული. სტუდიაში რაღა? ჯუნგლებში მეორე სამეული. ნინო ლეჟავა თბილისი. აბა! იმესან ნინოს ბაქარ ჩერქეზიშვილი თბილისი. მეკობრე მოვიდა, მეკობრე მოვიდა. განცი იცის ამერი, განცი. ლევან ბუჟღულაშვილი გორი. ოპა! რაუცნაური ანდემიკა. გამარჯობა. შვედიერი ნინო უნდა გავიცნოთ. ნინო, გაგვესაჯეთ შვედიერი. მოგესალმებით, ნინო ლეჟავა.
პროფესიონალი მოცეკვავი და სულ რაღაც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი საქართველოს და ევროპის მასშტაბით. რა თქმა უნდა, აღმოსავლურ ცეკვებში. რა მაგარია? ორგზის ჩემპიონი. აი, ჩემპიონი ყავს ორგზის თან. ისე ჯუნგლებს ძალიან მოუხდებოდა შენი ცეკვა ნინო, რას გვეტყვი? აუცილებლად და მე ამას შევასრულებ პირადად შენთვის. და ამ ნომრის შესრულებაში დამეხმარება ჩემი დარბუკის ოსტატი ოთარ ცერცვაძე. დარბუკისტი ოთარ ცერცვაძე. ოჰო, ცეკვა ჩემთვის. გაკეთება. ლაპარაკობს მუცლით. ისწავლე, აი. დღეს რა გდება? აი ამას ესე როგორ აკეთებ? ეს რო გამოდიოდ, მიცე ლაპარაკობს. გამარჯობა მუცელო. აი ჯერ რატო ნინო აკეთებ? ეშაბადა ისი მუცელი. დაატრიალეთ თუ შეიძლება ორივე. დავიწყეთ მე. დავიდანვე შეგასწავლეთ ჩვენს კარგ სექტორის შესახებ. ეს არის მინი კრედიტი, რომლის მოსვლის შემთხვევაში მე გადმოგესწრაფ ფულადი პრიზი 100 ლარის ოდენობით. გაინტერესებთ როგორ შეიძლება ავიღოთ ფული ნებისმიერ დროს სახლიდან გაუსვლელად, შაბათ-კვირასაც კი 24 საათის განმავლობაში, მაშინ ეწვიეთ საიტს მინი კრედიტ წერტილი G და მოითხოვეთ თქვენთვის სასურველი დიზაინის ბარათის სახლიდან გაუსვლელად. აი ასე. 25 ფულა გაქვთ თქვენ. თემა არის ჭორაობა. და თანხმოვანი უნდა გითხრათ პირველი. D, შორე. არ არის. არ არის? ნახე რაღაცას ვაკეთებ, ნახე. ოჩა, შორე. ჯერ ჩლიფინით ლაპარაკობს შენი მუცელი, ასე რომ აი კარგად გამახვილოთ. ბეჭი. იმდენი წელი მუშაობდი პრესზე, რომ ეხლა არაფერს ეხლა ვეღარ აღარ ალაპარაკებ. ო, არ შეიძლება ეგს. გავიცნოთ? ბაქარ ჩერკეზიშვილი, მივესალმოთ ბაქარს. მეკობრე ბრძანები? ჰობი. ჰობი არის თქვენი მეკობრები? კი, უკვე გახდა, გემი ჩამეძირა და. გემი ჩაგეძირათ. ჯეგბეღურა ხართ? არა, ბაქარ ჩერკეზიშვილი. ბაქარ ძალიან კარგი. გემი ჩაგეძირათ, ხო? ჩამეძირა გემი. ძალიან კარგი, ესე იგი. ჩვენს დასაპყრობა იქნებ ეხლა ავტომანქანა ეს მოიგოს და ავტომობილი ცურავს კიდეც. ხო, ეგ გიგა, ხო? კი. ნამდვილად, გემი ჩაეზირა, მანქანის დასაყვანად მოვიდა, მეკობრე მთავარია რომ ძალით არ წაგვართმეთ, ხო და ჩესნათ პირდე, ეს ჩესნათ. ხელს არ შეგიშლის ის თუ მოიგე? ხელაში ესაიდუმლო. ბაქარ, ჯუნგლებში განძის საძებნელად მოხვედი? დიახ, დამესიზმრა. დაგესიზმრა. მე ვიპოვე ეს რუკა, მოვაგენი და ეხლა ეს უზედა მოხვედი განძს, ბოლო ეტაპი ჩასატარებელი. ნამდვილად. და წავალ მე ჩემი მანქანით, გემი არ არის აქ. ოქროს მანქანით. აბა ბაქარ, დავაბზრიალოთ მაშინ ეს იღბლიანი გორბალი. და ნახოთ შენთვის თუ იქნება ის. სანამ მეკობრე გახდებოდი რა პროფესიის იყო სანამ ძალა. კინორეჟისორობა მინდოდა. როგორ? კინორეჟისორობა. რომ მეკობრეებზე ფილმი გადაგებო. დიახ. კარგია, მაშინ შენ 300 ფულის მოპოვების შანსი გაქვს. ასობ გერა თანხმოვანი, აბა გისმენ. შორენა, არ არის არც არ არის ასეთი ასობ გერა. გავიცნოთ ლევანი, იგივე ბობ მარლი. ბობ მარლი, კი ბატონო. უნდა გვიმღეროთ რამე? მე ვარ ლევან ბუშღულაშვილი, სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და მომავალი ქირურგი. ეხლა მივხვდი რატომ გაცვია თეთრი ხალათი. ეს თმები და თეთრი ხალათი რაღაც არ გეუბნებიან. ცოტა ვერ არის. არა, რავი. დროებიანი ექიმი პრიკოლნი რამე. პრიკოლნი რამეა. კი, კაც. ოპერაცია ქირურგი უნდა გახდე. კი. რისი ქირურგი? ონკოქირურგი. ონკოლოგი. კი. მე წარმატებებს ვისურვებ ყველა პაციენტის გადარჩენას ვისურვებ. მქონდათ უკვე ოპერაციასთან პაციენტებთან შეხება? კი, მქონდა, ანუ საზღვარგარეთაც, აქაც. კაი რა. კი. ოპერაცია ჩაგიტარებია? კი. კორდღლებზე, ადამიანებზე, რა. ანუ დრედები უბრალოდ გაქვთ როგორც სტილი თუ აი მღერით კიდეც ან რამეს ასახურება ეს? არა, უბრალოდ სტილი მომწონს. პირველი დრედებიანი ექიმი საქართველოში დაატრიალებს იღბლიან ბორბალს ჯუნგლებში. დავატრიალოთ.
აბა ნახოთ გიმბალთან როგორ ხარ. იმედია პაციენტებთან უფრო გიმართლებ ვიდრე ამ შემთხვევაში. დასაკარგი არ გვაქვს არაფერი. ნინო, დავატრიალოთ. ან შელოცვა გაუკეთოთ მუსიკას და კიდე ერთხელ რა გეხოცები. ოპა. აი, ლანატრი 500 ქულა. აბა, ნინო. ეხლა შენ უნდა თქვა სწორი თახმოვანი და ეს 500 ქულა თქვენია. არის და 500 ქულა არ დავკარგე. არის. არ გაგვიფრინდა 500 ქულა. არის ასეთი ასობგერა რამდენია შორინა? ერთი 500 გვაქვს მაგრამ. ერთი 500, შვენიერი 500 ქულა გვაქვს. თემა არის ჭორაობა. ვაიმე, ბანკროტი არ გვინდა დღეს ბანკროტი ძალიან ზუსტად არის. განწყობილი ჩვენს მიმართ, განსაკუთრებით ექიმების მიმართ. ეთქვა ექიმებს არ ენდობა. ვაიმე. არა არსება! დარჩა მინი კრედიტი. მინი კრედიტი სტუდიაში. მინი კრედიტისგან ფულადი პრიზი 100 ლარი შენ. 500 ქულა აქვს, მინი კრედიტი აქვს. ხმოვანი ყიდვა შეუძლია, უამრავი 100 ლარი. უამრავი ყიდვა შეუძლია, იღბლიანი ადამიანი ხარ. ძალიან ეხლა ნახოთ თუ ბოლომდე იღბლიანია, იმიტომ რომ ბანკროტი მიეწოდება ხმერტო ჩემო, ვაიმე. კიდე გაჩერდი რა გეხოცები გაჩერდი. გაჩერდი და მინი კრედიტი ეგრევე მეორე. ხმერტო ჩემო. მეორე მინი კრედიტი თქვენ 100 ლარი. 200 ლარი თქვენია, 500 ქულა გაქვს, დატრიალების უფლება გაქვს. მაქვს. მერტო ჩემო, რა შვებით დღეს საღამოს? ვერთობით. ვერთობით ყველა. აბა ვაიმე. არა, ვანიკო, ყველაფერი ვიგზია. აქ არის არა, რომელიც გაგეხარდება და კიდე 500 ქულა. 500 ქულა, ნინო. ხმოვანი შეგიძლია შეიძინო? კი. და მინდა ხმოვანი ე. ჰა? რა თქმა უნდა. 950 ქულა გვაქვს. თემა არის ჭორაობა. თუ გაქვს რამე ვერსია და დარწმუნებული ხარ იმ ვერსიაში, შენ იქნები ფინალისტი 950 ქულით. ნინო. ვერსიები მაქვს. ვერსიები გაქვს. მაგრამ თუ ერთი ასობგერად შეგეშლება, დატოვებ თამაში. ამიტომ ვატრიალებ თუ ვასახელებთ ფრაზას? არა, ვატრიალებ. დავატრიალოთ. აბა, დავატრიალოთ. ვაიმე, ფულდება უფრო უფრო. ფულები გაქვს ძალიან კარგი და ძალიან ბევრი ბანკროტია მაგ. აი, გადავჭით ბანკროტს. ეს ყველაზე გემრიელი 25 ქულა, მე მგონი შენ ცხოვრებაში რაც კი მიგიღია. არა? აჰა. აბა მაშინ ასობგერა გითხარით. ხმოვანს ვიტყვი ი. ყიდულობ ხმოვანს ი. ჯობია ი. ჯობია ი დავიწყოთ მე. პიპ. 925 ქულა გვაქვს. დავატრიალოთ. თემა არის ჭორაობა. მერტო შემო ბანკროტები რო ხარ, შემოგვიწყო. დაბაქრო აქედან. ის რა გაიქნებოდა? გასოს ეს რა? ეროდი ერთდროს. სანამ გემი ჩაგეზირებოდა, მაგრამ 25 ქულა ისევ ნინო. ამოვწოროთ ხმოვნები. ძალიან კარგი. ძალიან კარგი არის. კი, რა თქმა უნდა. გენაცვალე არის გენაცვალე. 2-ია. 3-ია. 4-ია. ოპა, 100 ქულა თქვენია. დატრიალების უფლებაც გაქვს. 975 ქულა გაქვს ნინო. 200 ქულა შეიძლება კიდევ მოიპოვო და გიგვითხარი რა ასობგერა სწორი. არის და რამდენი ქულა დააგროვა ნინო არ გადამრივე ხა თემა არის ჭორაობა მატრიალებ ბანკროტები ნახე რამდენი 1 2 3 რა უშავს ამათ ხო უნდა ითამაშო ვაიმე გოგურასა ნახე არ მინდა გასო ეს სკეცი რაღაცები საქცია კეთილინების ერთში ამათ პას ხო უნდა ითამაშონო და უახლოვდება ბანკროტი რა დგინდოდა ეს არა არ უახლოვდება 50 ქულა 50 ქულა 50 გენაცვალე რ 1375 ქულა გაქვს არის ამას ახლა შემთხვევით იცნო უბრალოდ არ ყამ უბრალოდ ბრავო ნინო ბიჭებო არ მოიწინოთ დავატრიალოთ თუ მიტყვის სიტყვა ეს 1425 ქულა გვაქვს და არ შეგეშალოს ენა ზვალი არ აქვს
ენა ძვალი არ აქვს, განაცვალე, რაც გინდა თქვი. სწორია და ნინო ლეჟავა თბილისიდან 1425 ქულით არის ჩვენი დღევანდელი მეორე ფინალისტი. გილოცა, ნინო, გილოცა. მეკობრე და ბორბალი. ცოტა დაიჩაგეთ, მაგრამ ნორმად დავით. იღბლიანი ბორბალი შანს გაძლევთ რომ მოხვდეთ ფინალში. ამისათვის ჩვენ უნდა ვთხოვოთ მარი თუ შეიძლება შემოგვიტანე შანსის 5. მოდის. აბა ნახოთ, ახლა ვის გაგიმართლეთ. ამ ყუთში არის მოთავსებული 2 კონვერტი, ერთ-ერთი არის შანსი, ის ვისაც ამოგივათ შანსი, ითამაშეთ ბონუს ტურში და ბონუს ტურის გამარჯვებული არის ჩვენი მესამე ფინალისტი. მზად ვართ? შევარჩიოთ კონვერტი და არ გავხსნათ ჯერ. 1, 2, 3 გახსენით კონვერტები. ნახოთ, ვის გაუმართლებთ. აი, არაში მაინც გამიმართლოსო. გაუმართლა ბაქარს. ბაქარ ჩერქეზიშვილი არის ბონუს ტურის მეორე მონაწილე და ექიმო. დღეს კიდევ კარგი ოპერაციას არ ატარებთ. დღეს ცოტა არ გიმართლებთ. საჩუქრები ვანიკო. იქნება ამით მაინც გავახაროთ, რა უხერხული. რიზები ჯუნგლებში. მადლობა მარის. 118.08 საჩუქრად გადმოგცემთ ერთვიან მომსახურების უფასო პაკეტს. 118.08-ზე დასარეკად არანაირი კოდი არ არის საჭირო, პირდაპირ შეგიძლიათ აკრიფოთ 118.08, როგორც ქალაქის ტელეფონიდან, ასევე მობილური ტელეფონებიდან. 118.08 ყველა პასუხი ერთ ნომერზე. კომპანია ონიმა, რომელიც აწარმოებს 30-მდე დასახელების ხორცს პროდუქტების ნაირ სახეობას, გადმოგცემთ აი ამ ხორცს პროდუქტებს: ძეხვები, სოსისები, შაშხები. ონიმა, გემო შემოქმედება. მაგნად უნდა დაგასაჩუქრებთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს. იქ არის მარილიანი და უმარვილო მზესუმზირა, მოხალული თხილი, მიწის თხილი და ასევე კარტოფილის ჩიპსი, წიწაკი, ბეკონით, ყველით, კლასიკური ჩიპსი, მაგნატუნა, აკნატუნეთ და ისიამოვნეთ. ჯეოპასტი გადმოგცემთ საჩუქრად უმაღლესი ხარისხის პროდუქციას. აქ არის იტალიური ტექნოლოგიით წარმოებული მაკარონი ჯეოპასტი და პასტინო, საკვების სოდა, სოკოს შამპინიონი, გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული ჰერკულესი ჰერა, უმაღლესი ხარისხის ფქვილი ასლი და ეკოლოგიურად სუფთა დაკონსერვებული ხორცი, ეგრეთ წოდებული ტუშონი. ქაღალდის ხელსაწყენდების წარმოებაში ერთ-ერთი აღიარებული ლიდერი სოფია ტრეიდინგ კომპანი ყველა მონაწილეს გადმოგცემთ საჩუქრად 3 ბრენდის ხელსაწყენს. თამო ეკონომს, ფლამინგო სტანდარტს და სოფია პრემიუმ კლასს. შეიძინეთ უმაღლესი ხარისხის ნედლეული დამზადებული პროდუქცია, მიიღეთ სისუფთავე, ხარისხი და კომფორტი. სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო, რომელიც მდებარეობს ბარკედილში, მუხიანსა და ორთაჭალაში, ყველა მონაწილეს გადმოგცემთ ფასდაკლების ბარათს, რომელიც ფრესკოს ქსელში არსებულ ნებისმიერ პროდუქციაზე ვრცელდება. გამოიყენეთ ფრესკოს 5%-იანი ფასდაკლების ბარათი და შეიძინეთ ნებისმიერი პროდუქცია ყველაზე დაბალ ფასად საქართველოში. პირველი ჰოლანდიური მცენარეების სათბური საქართველოში, გრატოს სათბურები გამარჯვებულ საჩუქრად გადმოგცემთ ფასდაკლების ვაუჩერს, რომელთაც თქვენ შეგიძლიათ შეერჩიოთ ნებისმიერი მცენარეს საჩუქრა. დიდი მადლობა გრატოს სათბურებს ჩვენი სტუდიის ასე ლამაზად მორთვისთვის. დიდი მადლობა მათ. მაშასე მეგობრებო, ლევანს ქუხარე აპლოდისმენტებით, ბემშვიდობებით. დიდი მადლობა რომ მომბრძანდით და ამაზე გული არ გაიკეხოთ, სამაგიეროდ ოპერაციებში გაგიმართლებთ. ნინოს ჩავხვდებით ჩვენ ფინალში, ხოლო ბაქარი დარჩება აქ, იმიტომ რომ ვითამაშოთ ბონუს ტური. და ჯუნგლებში მინდა მოვიწვიო ბონუს ტურის მეორე მონაწილე ლიკა ელიკაშვილი. აი როგორც დაგმირდი ლიკა, ჩვენთან ხარ, მომბრძანდი. აი მოგწევთ რა მოგატოვეთ. ბარა, სიტყვასი. ესე იგი, მეგობრებო, ჩვენ თამაშობთ ბონუს ტურს და ბონუს ტურის წესები არის შემდეგნაირად. მე დაგისვამთ 2 შეკითხვას, რომლის პასუხზეც სპეციალურად იღბლიანი ბორბლისთვის სამარკეტინგო ინფორმაციის ძირითადმა წყარომ კავკასიის რეგიონში IPM კვლევებმა ჩაატარეს ოფიციალური გამოკითხვა. ის, ვინც უფრო მეტ სწორ პასუხთან მიახლოებულ პასუხს გამცემთ, იქნება ბონუს ტურის გამარჯვებული. მზად ხართ? კი. შესაბამისად მესამე ფინალისტი. მზად ვართ, მაშასე მოვისმინოთ შეკითხვა ნომერი 1. საქართველოს მოსახლეობის რამდენ პროცენტს უბანავია შადრევნებში? ჰერო გახვან ჩალდები რა. ბავშვობაში ხო? ბავშვობაში, დიდობაში. თქვენ საერთოდ გიბანავიათ შადრევანში? შადრევანში რაღაც არ მახსენდება. აუ, რა მაგარი იქნება შადრევანში. თქვენ არიბის ზღვაში გაზდილ კაცი ხარ, შადრევნებში რა მინდოდა? მართალს ამბობს ახლა, აი, მართალს შენ ვანიკო არ გატყაპუნებულ ხარ შადრევნის. ბათაშორის არა.
კი, ბათუმში გავყაპუნებული ვარ ის რომ მოცეკვავის შადრევნებში გამივლია და ძალიან სასიამოვნო იყო. გადავიდეთ პროცენტულობაზე. აბა გისმენთ, თქვენი აზრით რამდენ პროცენტს უბანავია შადრევნებში? ალბათ 50%. ნახევარი ქვეყანა შადრევნებში ბანავია. ბავშვობაში უბანავია, რატომ? ჩემი აზრით. თქვენ რას გვეტყვით? 25. მოვისმინოთ სწორი პასუხი შორე. მაინტერესებს ძალიან. საქართველოს მოსახლეობის 3%-ს უბანავია შადრევნებში. ეს დაადგინა IPM კვლევით. ძალიან ცუდი წარმოდგენები. შესაბამისად, ბაქარის პასუხი არის უფრო მიახლოებული სწორ პასუხთან 1-0. მეკობრეა მაინც გამოცდილია და უფრთხილდი. შეკითხვა ნომერი 2. საქართველოს მოსახლეობის რამდენ პროცენტს მოუპარავს ხილის სხვისი ეზოდან? ხილი გიყვარ შორენა? სხვისი ეზოდან მოწყვეტილ ვაშტს რა გემო აქვს თქვი? არაჩვეულებრივი გემოა გინდა. რო გადაიპარები და ძაღლი რო გამოგეკიდება და დუ მოხუცი კაცი რომ მოვიდეს. იქნია ეგრე? კი, აი ზაფხულში სოფელში რო გამაგდებდნენ ხოლმე, აი საკმაოდ ვერ ჩოდი მეზობლების და უფრო გემრიელი იყო, ხო რა თქმა უნდა. ძალიან გემრიელი იყო. შენ რომ მოგიპარავს დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ მაინც მეკობრები. ყველას მოგიპარავს, ხო? და მოპარულ სხვა გემო აქვს. აბა რა გემო? აბა, გთხოვთ. ალბათ 90%. 90? 80, კაი. არჩემი 80. არჩემი 80. 80. მეკობრე რას გვეტყვის? 65. 65. IBM კვლევებმა როგორც დაადგინეს, ჩემო შორენა, საქართველოს მოსახლეობის 17% ერჩის მეზობლების ხილს. მე ამჯერა. გასავით, IBM კვლევების შედეგია. ეს არის დასტური. ეს არის 17%. იცი რამდენია 17%? ვიშევია? აი აქ გამოვიკითხოთ, დარწმუნებული ვარ 99% იქნება. ხო, და აქ რომ მოსულიყო ამ სტუდიაში კი. რა ვქნათ, ჩემო ლიკა? ძალიან გამეხარდა რომ მოვბრძანდით ჩვენთან სტუდიაში. და გამოგვიარეთ ხოლმე. ვანიკამ განსაკუთრებით ისიამოვნა დღევანდელი დღით. კი. მაშასე ჩვენი მესამე ფინალისტია ბაქარ ჩერქეზიშვილი. გილოცავთ ბაქარ. შენ ფინალისტი ხარ და ლიკას პრიზები ჯუნგლებში. მოდი მარი. მადლობა მარის. მაშასე 118.8 საჩუქრად გადმოგცემთ ერთვიან მომსახურების უფასო პაკეტს. კომპანია ონიმა თავის ხორცს პროდუქტების ნაირსახეობას. მაკნატუნა თავის საკნატუნებელ პროდუქციას უკვე გავსინჯეთ ჩიფსები და ძალიან გემრიელია. ჯეოპასტი თავის უმაღლესი ხარისხის პროდუქციას გადმოგცემთ. რა თქმა უნდა, ქაღალდის ხელსაწყენდებში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ლიდერი Sofia Trading Company გამოგცემს 3 სახის ხელსაწყენდებს. ესეც თქვენ და Fresco გამოგცემთ 5%-იან ფასდაკლების ბარათს. ძალიან ვისიამოვნეთ სტუდიაში რომ ჩვენთან იყავით. ვემშვიდობებით ლიკას. ბაქარ შევხვდებით ფინალში, ხოლო ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით რეკლამის შემდეგ. და ბრუნდება რუსთავიორის ეთერში იღბლიანი ბორბალი. მე შეგახსენებ ჩვენი გენერალური სპონსორია მეტრო მარტი, ნომერ 1 ტექნიკის ჰიპერმარკეტების ქსელი, რომელიც ზრუნავს თქვენს კომფორტულ დასვენებაზე და მთელი აგვისტოს განმავლობაში გთავაზობთ ფასდაკლების აქცია სამოგზაუროდ საჭირო ტექნიკაზე. ასე რომ იმოგზაურეთ მეტრო მარტის ტექნიკა. და მათ ვისაც არ შეუძლიათ თბილისის დატოვება და უნდა გრილად გაატაროს მთელი ზაფხული, მეტრო მარტის თავაზობს კონდიციონერების უფასო მონტაჟს. კონდიციონერების ფასი არის 27 ლარი თვეში. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე 2000-555. აი ესე მარტივად მეტრო მარტი. ყველა ბრენდი მეტრო მარტში. მაშასე მეგობრებო, ჩვენ თამაშობთ ფინალს და ჩვენი ფინალისტები არიან ნინო ლეჟავა 1425 ფულით, გიორგი შაკაია 200 ფულით, ბაქარ ჩერკეზიშვილი 0 ფულით. მაშასე მეგობრებო, ჩვენ თამაშობთ ფინალს და შეგიძლიათ დავატრიალოთ, ხო ნინო? დავატრიალო! ეს ფულები, რომელიც გაქვთ, თქვენ გარანტირებულია, არ ეხება მათ ბანკროტი და ეხლა მეგებრით თემას. თემა არის ბავშვობა. 25 ქულა შეიძლება მოიპოვო ნინო, შენ შეგიძლია ხმოვანი შეიძინო სხვათა შორის? არის? არის? თან არაერთი. არაერთი? არაერთი. რას მელაპარაკები? კარგია. 50 ქულა შენია. 1425 ქულა გაქვს ისევ. დავატრიალო. ნუ ქულები გარ არაჩვეულებრივი.
და ჩვენს ბორბალზე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ არის არაჩვეულებრივი სექტორი, ეს არის მინი კრედიტი, რომლის მოსვლის შემთხვევაში თქვენ გადმოგესალმებთ ფულადი პრიზი 100 ლარის ოდენობით და თუ გაინტერესებთ როგორ შეიძლება მივიღოთ ფული ნებისმიერ დროს სახლიდან გაუსვლელად შაბათ-კვირასაც კი 24 საათის განმავლობაში, მაშინ ეწვიეთ საიტს მინი კრედიტ.g და მოითხოვეთ თქვენთვის სასურველი დიზაინის ბარათი სახლიდან გაუსვლელად. ნინოს მოკლედ კიდევ 25 ფულის მოპოვების შანსი აქვს 100 გერა ნინო. ხმოვანი ე. ხმოვანი ე. ვისვრით ამ 50 ფულებს რა გვენა? არ არის ვისურვებთ, მაგრამ არ არის. არ არის, არა უშავს. გიორგი შორენას რჩეულო. დავატრიალო. შურიანი ვანი. 1365 ფულა დარჩა ნინოს. გიორგის აქვს 200 ფულა. დიახაც. თემა არის ბავშვობა. კიდევ ბევრს მოაგროვებს. რა თქმა უნდა. გიორგი შეუძლია შეიძლება ხმოვანი. თუმცა რა ვიცი. 25 ფულის მოპოვების შანსი ხმოვანი ღირს 50 ფულა, შენ შეგიძლია შეიძინო 200 ფულა გაქვს. რა ვიცი. არის რა თქმა უნდა. შენი ხათრით არის? არის ძალიან და გადგათვალი შორენამ. 225 ფულა გაქვს გიორგი. დიდი გიო. რატო არ ამხნევებს შენ გიორგის? ბაქარს ვინ გამიმხნევებს? აბა ბაქარს. ნუ ორივე. მარი დაუქნიე ბაქარს ხელი გაამხნევე რა. აუ ბანკროტი არა. ბანკროტი და მარი უქნევს ხელს ბაქარს. მარი არის ჩემი გულშემატკივარი ბაქარ. მადლობა მარი. აბა ეხლა როგორ დაატრიალებ? გიორგის აქვს ისე 200 ფულა და ბაქარ შენი რიგია. აი ასე. იქნება ჩვენი დღევანდელი გამარჯვებული შორენა. არ გაინტერესებს? მე. ოხ ბაქარ, 0 ფულა გაქვს რა. კარგი, კიდე ბანკროტი. ისევ ბანკროტი. რა იყო კაცო? მარი მერე კიდე კარგად გაამხნები ეტოვა. ნინო. ვანიკო რა შეძლო ეგ არის. შენი ჩალიჩე. აბა ვნახოთ. ნინო. დღეს ის ხალოს ხბალი რომ ბიჭებს არ შემოგვიყვება. აჯადოვებს, კაცო, აჯადოვებს, ეცადოქარია. 50 ფულა შეიძლება მოიპოვო ნინომ. 100 გერა. ხმოვანი. ი. რამდენი გავხსნა ნეტა? რას ლაპარაკო? 1 თუ 2? ყველა გავხსნა? ყველა გახსენი, მიდი. გახსენი ყველა, შორენა. ვაიმე. 150 ფულა მოგემატა 50 ჩამოგაკლდა და საბოლოო ჯამში გაქვს 1475 ფულა. თემა არის ბავშვობა. ფრაზა თუ იცი? აი ეგ ამბავია რა. ფრაზა თუ იცი, ეგრევე თქვი. დავატრიალოთ ვერ გარისკანინო. დავატრიალე, გადაამოწმე, ნახოთ მაინც. ძალიან ცოტა 100 გერაა დარჩენილი, შეიძლება შენმა კონკურენტებმა გამოიცნონ და შენი ფულები შეგვჩება ხაფივით. ორბალი გიმართლებს რა ხას ახლა. 200 ფულის მოპოვების შანსი ბიჭები დაგვიჩაგრა სუ ბანკროტები მიცა. ჩამოყარეს ყურები. აბა 100 გერა ნინო. დ. კიდევ კარგი არ დაასახელა ფრაზა. არა. გიორგი, იცი ფრაზა? დავატრიალო. შეგაქვს 200 ფულა. ფრაზა რომ ციცოდეს 200 ფულა აქვს მარტო. 200 ფულა სჭირდება ახლა. ბაქარს კიდე 0 ფულა. რა ქნას ბაქარმა? გიორგი, თემა არის ბავშვობა, სპეციალურად ჩემთვის. რა კარგია ბავშვობა? აი, კარგი რა, რა ხდება კაცო? 50 ფულა შეიძლება მოიპოვოს გიორგიმ 100 გერა. არ არის. როგორ რინგ. ბაქარ? მარი ერთი გაამხნევე კიდე რა ბაქარი, თორე ვეღარ თამაშობს. აგერ. დავკნიე ხელი მარი. აი ასე. ჯერ შორიდან. თუ გაიმარჯვებ, მე შენთან ერთად ფოტოს გადაიღებ. მადლობა მარი. ასე დავწყვილდით ყველანი, მაგრამ რა გინდა, ჰა? ბაქარს მოსდის ხან ნულზე სვავს. ხან 0. მოკლედ კაზინოში არ წახვიდე დღეს ბაქარ. სადმე კუნძულზე დაისვენი და ხვალ უფრო კარგი დღე გექნება ალბათ. ნინიკო. ოკეი. აბა დავატრიალოთ. რა დაძაბული ფინალია, მაგრამ დაძაბულობა თითქოს არ ეთყობა, მე მეტყობა მარტო იმიტომ რომ გული მისკდება ხა ნინოსთან მოდის ბანკროტი და სტეკ ბორბალო. არ მე ბანკროტი არ მოდის. 50 ფულის მოპოვების შანსი ნინო. მ. არ გაუმართლა ბიჭებს არის მ. ნინო.
1525 ქულა გაქვს. ეხა გამოიცანი და ფრაზა. თემა არის ბავშვობა. ჩავხტები ზღვაში და მოვიკლავ თავს. ვასახელებ თუ ვატრიალებს ნინო? ვატრიალებ. ვაიმე, კარგი რა ნინო რა, კარგი რა. აი რო გაიხსნება ფრაზა, მე რეიტყვი ეს როგორ ვერ გამოვიცანი. ფორმალიც რო გაუბრაზდება არ იცის ამა. დედა ნული არ გამოვიცანი. ახე 25 ქულის მოპოვების შანსი ნინო. აზ. კარგი რა ნინო რა ცოტა. არა. გიორგი გაგიღიმა ბედმა. იმარა. მაგრამ ქულები არ გაქვს. ქულები არ გაქვს. რამე მომივა იმ რამდენი მაქვს? 200 ქული. ხორცის საკები მანქანა. ტოტალეტები გიყვარს. ხორცის მე ანუ სუპერფინალის შანსი ხო მაქვს თუ სუპერ თამაშის შანსი გაქვს, მაგრამ რთულია. ვიცი, მაგრამ აი ბანკროტი მორა ვქნა დავოტრიალო. ზადოთ რა. აბა 1-500 რო დაждდეს. გულშემატკივრად გიორგის გვინდა 500 ქულა. მიდი ბორმალო, მიდი. როგორ ბანკროტი არა, რასწორებია. როგორ ბანკროტი არა, იყოს ეხა 200-300 დაემატო, ვაიმე. კარგი, მართლა ბანკროტი დასვა. მართლა ბანკროტი დასწი რა გინდა? ხერხე. რა გინდა? რა ქნას გიორგი? ვაიმე, შენ მდგომარეობაში ჯადოებს უკეთებ. რაღაცას უკეთებ. აქ რა შვენი. ნინო, ავატრიალო თავი, ავიც. ვაიმე დედა. რანაირია ეს ამბავი რა? არი. არ მინდა მარი. არ მინდა მარი. აღარ მაბნევს. რა თუნდა მარი? მარი გიარგარებს კაცო, იქ მარი გეთამაშებ, ან ნინო რა. ეხა შენი რიგია. ბიჭებს ბანკროტები ხო კარგად ჩაულაგე. ეხა დაატრიალე შენ. მოიცა, ფრაზა ხო არ იცი? არა ვიცი და მოიცა, თუ იცი. თქვი. ბამბის ნაყინი. ბამბის ნაყინი. გიორგი შემეცოდა ძალიან, იმიტომ რომ იცოდა, თან გიყვარს ბამბის ნაყინი. ხორცის საკები მანქანა რა. რატომ? ჩვენი დღევანდელი გამარჯვებულია ნინო ლეჟავა. 1525 ქული. გიორგი ბაკარ, თქვენ აი უდიდესი მადლობა ესეთი არაჩვეულებრივი თამაშის მაგალითად არ გიმართლებთ დღეს. ეს დღეს არ გიმართლებთ მარტო. ყოველ შემთხვევაში პრიზებს შემოიტანს და მაგით გაგახნევებთ. ხო, ჩვენო ბრილიანტო. დიდი მადლობა. აი, პრიზები და პრიზები. მას ასე მეგობრებო, 118-08 ფინალისტებს გადმოგცემთ ორთვიან მომსახურების უფასო პაკეტს. 118-08-ზე დასარეგად არანაირი კოდი არ არის საჭირო. პირდაპირ შეგიძლიათ აკრიფოთ 118-08, როგორც ქალაქის ტელეფონიდან, ასევე მობილური ტელეფონებიდან. ყველაზე სწრაფი, ყველაზე მაგარი და ყველაზე იაფი მომსახურება ეს არის 118-08. კომპანია ონიმა, რომელიც აწარმოებს 30-მდე დასახელების ხორცს პროდუქტების ნაირ სახეობას გადმოგცემთ აი ამ ხორცს პროდუქტებს: ძეხვები, სოსისები, შაშხები. ონიმა, გემო შემოქმედება. მაგნატუნა დაგასაჩუქრებთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციით, აქ არის მარინიანი და უმარილე მზესუმზირა, მოხალული თხილი, მიწის თხილი და ასევე კარტოფილის ჩიპსი, წიწაკით, ბეკონით, ყველით, კლასიკური ჩიპსი. მაგნატუნა, აკნატუნეთ და ისიამოვნეთ. ჯეოპასტი გადმოგცემთ საჩუქრად უმაღლესი ხარისხის პროდუქციას. აქ არის იტალიური ტექნოლოგიით წარმოებული მაკარონი ჯეოპასტი და პასტინო, საკვების სოდა, სოკოს შამპინიონი, გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული ჰერკულესი ჰერა, უმაღლესი ხარისხის ფქვილი ასლი და ეკოლოგიურად სუფთა დაკონსერვებული ხორცი, ეგრეთ წოდებული ტუშონკა. ქაღალდის ხელსაწმენდების წარმოებაში ერთ-ერთი აღიარებული ლიდერი სოფია ტრეიდინგ კომპანი ყველა მონაწილეს გადმოგცემთ საჩუქრად 3 ბრენდის ხელსაწმენდს. თამო ეკონომს, ფლამინგო სტანდარტს და სოფია პრემიუმ კლას. შეიძინეთ უმაღლესი ხარისხის ნედლეული დამზადებული პროდუქცია, მიიღეთ სისუფთავე, ხარისხი და კომფორტი. სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო, რომელიც მდებარეობს ბარკედილში, მუხიანსა და ორთაჭალაში, ყველა მონაწილეს გადმოგცემთ ფასდაკლების ბარათს, რომელიც ფრესკოს ქსელში არსებულ ნებისმიერ პროდუქციაზე ვრცელდება. გამოიყენეთ ფრესკოს 5%-იანი ფასდაკლების ბარათი და შეიძინეთ ნებისმიერი პროდუქცია ყველაზე დაბალ ფასად საქართველოში. ჰოლანდიური მცენარეების სათბური გრატო გამარჯვებულს, ანუ ნინო ლეჟავას გადასცემს აი ამ სასაჩუქრე ბარათს, რომლითაც თქვენ შეგიძლიათ გიბრძანდეთ და შეერჩიოთ ნებისმიერი მცენარეს საჩუქრად. დიდი მადლობა გრატოს, რომ ჩვენი სტუდია ასეთი ლამაზი მცენარეებით მორთო. მადლობა გრატო. ეს საჩუქრები ბაქარს და გიორგის, ეს ქუხარე აპლოდისმენტებით ჩვენს მონაწილეებს, ფინალისტებს, გავაცილეთ ბაქარი და გიორგი, ხოლო ნინო რჩება იმიტომ რომ ჩვენ სალაპარაკო გვაქვს. აბა ნინიკო
ეს რა ამბები ჩაატრიალე? მოიშო რა ყველა. და თვითონ მოიგო. ბანკროტები და მე მგონი მართლა დამწყები ჯადოქარი ხარ, ხო? გაჩუმდი. მადლობა. გამაჩუმა და მალაპარაკე. მოკლედ, ნინო, შენ გაქვს 1525 ქულა. აი რაც გინდა ამოირჩიე. ამირჩიოთ საჩუქრები თუ შეიძლება. ნოუთბუქი, 1000 ქულა, მობილური ტელეფონი, 400 ქულა, ყავის მადუღარა, 100 ქულა და ელექტროდანა. 25 ქულით ელექტროდანა. აი ეს არაჩვეულებრივი საჩუქრები შენია, ნინო, მაგრამ აუცილებლად უნდა შემოგთავაზო და შეგაცდინო სუპერ თამაში გათამაშო. ჯადოქარსაც. სადაც თამაშდება, რა თქმა უნდა, ჯადოქრებით ცდებიან, იმიტომ რომ თამაშდება ასეთი არაჩვეულებრივი პრიზები მეტრომარტისგან, მაცივარი, ტელევიზორი, სახლის კინოთეატრი, სარეცხი მანქანა, რუსთავიერისგან სამოგზაურო პაკეტი და რუსთავიერისგან აი ეს უნიკალური ავტომობილი Hyundai i10. უარს ვაცხადებ. ულაპარაკოთ უარს აცხადებს ნინო, ჩვენი გამარჯვებულია ნინო ლეჟავა თბილისიდან. გილოცავთ ნინო. მადლობა. გავაცილეთ ხუხარი აპლოდისმენტები ნინო. აგად ზანდებოდეთ მე ჩემს შორენასთან გადავიდეთ გენასო. მოდი შორენა, მოდი. ისევ ჩვენ დავრჩით მარტო ამ სტუდიაში. ამ უკაცრიელ კუნძულზე. ამ უკაცრიელ კუნძულზე. აი, რამდენი მამაკაცის მოხსნება. ჯუნგლებში ყოფნა. მეც მომწონს. ჩვენ კიდე გავაგრძელებთ ჯუნგლებში ყოფნას, მაგრამ მანამდე ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს როგორ შეიძლება ჯუნგლებში და საერთოდ ჩვენ სტუდიაში მოხვედრა. თუ გინდათ რომ თქვენც მოხვდეთ ჩვენთან ამ უკაცრიელ კუნძულზე, მაშინ გამოაგზავნეთ თქვენი მოკლე ავტობიოგრაფია აი ამ მისამართზე. ან დაგვიმეგობრდით Facebook-ზე, ჩვენ აქაც ვიპოვით Facebook-ს. ვიცით, დარწმუნებული ვარ. ჩვენ მომავალ კვირას კვლავ ჯუნგლებში გელოდებით შვიცარიაზე. დროები. ჩემი მოთხოვნა არის, აი ესენი დღეს რომ აი ეს უნდა დავაყენო შუაში. ტრეტელია, ოდიში. აი ხა როგორ დავაყენო ისა, მეშინია. მეუბნებიან დამართა. როგორ ჩაუტანო ის შური კაცო? ცოლი მყავს. ოდიში. აჰა. ესე კაია, აბა ერთი ორი სამი. ერთი ორი სამი. აი, რა გინდა ჩემგან? რატომ იშვებით?